ვლადიმირ პუტინმა ყველა რუს უბრძანა მოემზადონ ხანგრძლივი ომისთვის. პუტინმა მოითხოვა, რომ რუსები სამხედრო პროპაგანდით გააოსონ. განაცხადა, რომ მას მოუწოდებენ გააძლიეროს ომი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ. და დაამატა, რომ რუსეთი აგრესორი არ არის. არამედ მხოლოდ მტრებისგან იცავს თავს. და რაც თავარია ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას მოსთხოვა, რომ კიდევ მინიმუმ 3 წლის განმავლობაში მოძებნონ ფული ტოტალური ომისთვის. სამხედრო ხარჯები დარჩება პრიორიტეტად მომდევნო 3 წლის ბიუჯეტის მომზადებისას. ამის შესახებ დღეს განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მანამდე გუშინ პუტინმა გააკეთა მთელი რიგი განცხადებები, რომლებიდანაც ერთი მკაფიო ხაზი იკვეთება. ომი კი არ უნდა შემცირდეს, პირიქით, უნდა გაძლიერდეს. და ეს პირობითი უნდა მოხდეს საკუთარი რუსი მოქალაქეების გონებაში. სიტყვასიტყვით ვლადიმირ პუტინმა გუშინ სამხედრო მეზღვაურებს შემდეგი უთხრა: ჩვენ უნდა და მე სულ ამაზე ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავჟღინთოთ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის ცნობიერება იმ საქმის მნიშვნელობით, რომელსაც თქვენ ემსახურებით. შემდეგ კი ასეთი რიტორიკული კითხვა დასვა. რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ? არაფერი. ანუ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საჭიროა რუსების ტვინები გააჯერონ იმ აზრებით, რომ ყველაზე მთავარი მათ ცხოვრებაში სისხლიანი ომია და მეტი არაფერი. უფრო მნიშვნელოვანი უბრალოდ არ არსებობს. პარალელურად ვლადიმირ პუტინმა ომის პასუხისგებლობა უკრაინასა და დასავლეთზე გადაიტანა. მოითხოვა თავისი ფლოტისგან გადამწყვეტად ებრძოლათ რუსული ტანკერების, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის დაკავების წინააღმდეგ. ამას მეკობრეობას გაუტოლა. და რატომღაც სამხედრო კომისარიატებს მისცა ცდომა სამოქალაქო რეესტრის მონაცემებზე ყველა რუსზე. მაგრამ ამავე დროს სახელმწიფო დუმაში უკვე მეორედ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწოდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაიჯერონ მობილიზაციის მომზადების შესახებ გავრცელებული ხმები. მოდით ეს ყველაფერი ერთად განვიხილოთ. მე მქვია ალექსეი პეჩი, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე. ამიტომ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მოდით დავიწყოთ ეს გამოშვება ვლადიმირ პუტინის მთავარ თეზისით, რომელმაც მოუწოდა, ციტატა: რუსების ცნობიერება ომით გააჯერონ. ეს განცხადება ერთი შეხედვით თითქოს პატრიოტიზმზეა, ერთობაზე, მაგრამ რეალურად ეს პრობლემის აღიარებაა. მოდით ცოტა გვერდზე გადავდგათ და შევხედოთ ამ სიტუაციას ცოტა სხვა კუთხიდან. თუ 12 წლის ომის შემდეგ და შეგახსენეთ, რომ პუტინმა ომი უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს დაიწყო, ასე რომ თუ 12 წლის ომის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმირ პუტინი იძულებულია მოითხოვოს ხალხის ცნობიერებაში ომის მნიშვნელობის ჩანერგვა. ეს ნიშნავს, რომ თავად ხალხის ცნობიერება ომით არ არის გაჟრენთილი. და ვლადიმირ პუტინს საშინლად ეშინია იმისა, რომ მისმა მოქალაქეებმა შეიძლება თქვან, რომ ომი მათ არ სჭირდებათ. პროპაგანდა, რომელიც იმუშავებდა, მას არ დასჭირდებოდა ასეთი საჯარო მოწოდებები ვლადიმირ პუტინისგან. თითქოს გააჯერეთ, მოდი როგორმე გავაჯეროთ რუსების ცნობიერება ომით. და ამას ციფრებიც ადასტურებს. ლევადა ცენტრის მონაცემებით 64% რუსებისა თვლის, რომ ხელისუფლება უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ამ თითქმის 2/3 საზოგადოებისა არ სურს გამკაცრება, არამედ ომის დასრულება. მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი ასეთი მშვიდობის მოყვარეები არიან, ან ასე შემდეგ, არა. არამედ იმიტომ, რომ უკრაინული დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და Wildberries-ის სათხოვებზე უკვე თავად რუსებს შეეხო. თითოეულ ამ რუსს. მაგრამ პუტინს ეს არ აინტერესებს. ის მოუწოდებს რუსების ტვინები ომით გააოსონ. სწორედ ამ განწყობის წინააღმდეგ ითხოვს პუტინი, რომ მათი ცნობიერება ომით გააოსონ. ანუ ფაქტობრივად ის ებრძვის საკუთარი მოსახლეობის დაღლილობას. მაგრამ რუსები კიდევ უფრო ძლიერად უნდა გააოსონ პროპაგანდით. იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად მოუწევთ ქამრების შემოჭერა. და საჭიროა როგორმე გაამართლონ ეს ქამრების შემოჭერა. სამხედრო ხარჯები რუსეთის მომდევნო 3 წლის ბიუჯეტის მომზადებისას პრიორიტეტად დარჩება. ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან შეხვედრაზე პუტინმა დაადანაშაულა დასავლეთი, ციტატა, რუსოფობიური მანქანის ამუშავებაში და სანქციებზე მსოფლიო რეკორდების დამყარებაში. და თქვა, რომ არავის და არასდროს არ გამოუვა რუსეთის ხალხის გატეხო. ფალსაშორის ამის შემდეგ პესკოვი, მისი სპიკერი, გამოვიდა და ის იცხვებოდა თუ რამდენად ერთიანია. რუსეთის ხალხი თავის ერთიან მისწრაფებაში ომობს. კლავს,
და როგორც ის ამბობს, იმარჯვებს. საერთოდ გესმით, რომ ეხლა ცდილობენ მაქსიმალურად ააფორიაქონ რუსული საზოგადოება. შემდეგ კი მოიყვანენ პუტინის ციტატას. ჩვენი პოლიტიკური სისტემა, ხელისუფლების ინსტიტუტები ხალიფდება სუვერენულ საფუძვლებზე. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციასთან სრული შესაბამისობით. და მზად არიან დაიცვან ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საზოგადოებასთან ერთად მტკიცედ უპასუხოს ნებისმიერ მტრულ ნაბიჯს. ზოგადად უნდა გავიგოთ, რომ ისინი რეალურად ამზადებენ ომისთვის. აი ესე რომ 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში. რუსეთის ფედერაციის მთავრობა თავდაპირველად თითქმის 13 ტრილიონ რუბლს გეგმავდა. მუხლით ეროვნული თავდაცვა. 13 ტრილიონი რუბლი. თუმცა ფაქტობრივად სამხედრო ბიუჯეტი უკვე დღეს შეფასებებით 5 ტრილიონი რუბლით აჭარბებს გეგმას. რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო უკვე ამზადებს სამოქალაქო მუხლების შეკვეცას და აპირებს 2-3 ტრილიონი რუბლის დამატებითი ვალის მოზიდვას. მოკლედ, ეხლა მაქსიმალურად შეამცირებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ნებისმიერი ხარჯების მუხლებს, რათა ყველა ფული ომზე მიმართან. აი თუ გაქვთ იქ რაიმე სოციალური უზრუნველყოფა, შეამცირებენ, საერთოდ თუ არის კიდევ რამე არ ვიცი რაღაც. რაღაც გადახდებს შეამცირებენ. არის ფული რაღაც გზის ან ხიდის ასაშენებლად. არ იქნება არც გზა, არც ხიდი. იქნება ომი. საჭირო აღინიშნოს მიმდინარე მოვლენების კონტექსტიც. ომი, რომელსაც რუსეთში ოფიციალურად სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებენ, უკვე უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე SSRK-ს მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში და უფრო დიდხანს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი. ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის შეფასებით 2026 წლის ივნისისთვის რუსეთის არმიის დანაკარგებმა მიაღწია 1.400.000 ადამიანს, მათ შორის 4.450.000. მათგან თითქმის 9 მილიონი მოკნულია. ამ ფონზე მოტოდება, რომ ომის მნიშვნელობა ცნობიერებაში უნდა ჩაინერგოს, ჟღერს როგორც ცდელობა, რომ ამ დანაკარგები მერე გაამართვონ. თითქოს, ხო, დაიღუპნენ ეს რუსი ვანკები, დაიღუპა თითქმის 9 მილიონი რუსი ივანი. მაგრამ მოусმინეთ, უნდა გახსოვდეთ ტოტალური ომის ეს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ვლადიმირ პუტინის წამოწდენაც მომავალზე. მან განაცხადა, რომ ომი ადრე თუ გვიან დასრულდება, მაგრამ ერთიანობის გრძნობა, რომელიც მისი აზრით დღეს ჩამოყალიბდა, საჭიროა როგორმე შევინარჩუნოთ. ან მაშინაც კი როცა ომის დასრულებაზე საუბრობს, ის მაშინვე საუბარს გადააქვს იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნოს ეს მობილიზებული მდგომარეობა საზოგადოებაში ომის შემდეგაც. და აი კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ვლადიმირ პუტინი რეალურად ეშინია იმ ფაქტის, რომ რუსებმა შეიძლება გადაიფიქრონ მისი მხარდაჭერა. ვლადიმირ პუტინმა უცებ დაიწყო თავის მართლება და განაცხადა თითქოს რუსეთმა ომი არ დაუწყია. და ომის პასუხისგებლობა უკრაინასა და დასავლეთს დააკისა. უფრო მეტიც, მან რუსეთი, ციტატა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთ გარანტად დაასახელა, რომელსაც კიევმა მისი თქმით მტრად გამოაცხადა. კრიტიკულად. ეს განცხადება ფაქტების არანაირ შემოწმებას ვერ უძლებს. არ ვიცი რა დებილი უნდა იყო რა, უბრალოდ არ ვიცი. რამდენად გაუნაცვლებელი ადამიანი უნდა იყო, რომ ამას დაუჯერო. მოდით ასე გავაკეთოთ. 2014 წელი დავივიწყოთ. მხოლოდ ომის სრულმასშტაბიან ფაზას ვიღებთ. სწორედ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში. მოაწყო სარაკეტო დარტყმები და შეიყვანა ჯარები მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. არც ერთი ჯარისკაცი, არც ერთი ჭურვი, არც ერთი ტყვიაც კი არ გასულა რუსეთის მიმართულებით უკრაინის მხრიდან. არც ერთი. რუსეთი თავს ესხმის. ამასობაში საკუთარ თავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტად მოიხსენიებს. იმ პირობებში, როცა რუსეთის არმია უკრაინის ოლქების ნაწილს იკავებს და პუტინი საჯაროდ ითხოვს ახალ ტერიტორიებს, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაა სიტყვებსა და მოქმედებებს შორის. ფორმულა ჩვენ არ დაგვიცლია. ეს სტანდარტული პროპაგანდისტული ხერხია, როცა პასუხისგებლობას მსხვერპლზე აკისრებენ. მაგრამ აქ თავი ესეც კი არ არის. რატომ რომ პუტინი მართლა შიშობს, ეხლა პირდაპირ შიშისგან შაროლში შარდოს. მოდი გავიხსენოთ. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეს 2022 წლის თებერვალში მელოტი ნაძირალა ვლადიმირ პუტინი. ასე იჯდა. თავდაჯერებულად იჯდა სავარძელში და აცხადებდა, რომ პირადად ვაცხადებ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. შემდეგ ის მიმართავდა უკრაინელ ჯარისკაცებს, ამბობდა ასეთ რამეს ეხლა. მისი პროპაგანდისტები ყველა ამ რუსულ ტელეარხს ყვებოდნენ, რა აქვს იმ უკრაინას.
2-3 დღე და მორჩა. ეხლა კიევს დავიპყრობთ. კიევი დაეცემა და ასე შემდეგ. ეს დასაწყისი იყო. და თითქმის 5 წლის შემდეგ პუტინი ბოდიში ჩაიჯვა და ამბობს რომ ეს ჩვენ არ დაგვიწყია. არა, რას ამბობთ? ეს ჩვენ არ დაგვიწყია, ნუ იფიქრებთ ასე. ეს მე არ დამიწყია. ეს ყველაფერი უკრაინისა და დასავლეთის ბრალია. ხო, ჩვენ უბრალოდ თავს ვიცავდით. როცა უკრაინაში შევიდერთ, ჩვენ უბრალოდ თავს ვიცავდით. რუსებო, არ იფიქროთ რომ ჩვენ დავესხით თავს. არა. ნუ დამადანაშაულებთ იმაში რომ ომი მე დავიწყე. ესენი დაიწყეს, ჩვენ უბრალოდ თავს ვიცავდით. ანუ ამ რუს დებილებს ამ სისულელით თენიდნენ. უბრალოდ რამდენი მინიმუმ 2 წლეული, რაც პუტინი ხელისუფლებაშია. იმაზე რომ ნატო დაესხმებოდა თავს. საბოლოოდ კი პირველებმა თავად მიიტანეს იერიში. და საჩვენებელია ისიც რომ ეს განცხადება თითქმის მაშინვე გაკეთდა, მას შემდეგ რაც ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომართ ტოყაევმა საჯაროდ შესთავაზა პუტინს ომის გაყინვა და აღნიშნა რომ ციტატა: ამ კონფლიქტის ბუნება ბოლომდე გასაგები არც კი არის ყაზახეთისთვის. ანუ ოთკების პარტნიორებიც კი ვერ იგებენ ამ ომის ლოგიკას. ხოლო პუტინი პასუხად თითქოს ხვდება რომ რეალურად კუთხეში აკენებენ. მოდით ასე ვთქვათ, ვფიქრობ რომ ტოკაევის განცხადების შემდეგ რუსეთის საზოგადოების ნაწილმა მართლაც დასვა კითხვა. მოიცადეთ, რა ლოგიკა აქვს ამ ომს? საერთოდ რატომ ვართ აქ? ჩვენ რა გვინდოდა? და აი პუტინი ეუბნება: მოусმინეთ, ეს ჩვენ არ დაგვიწყია. ჩვენ უბრალოდ ვიცავდით თავს. და მორჩა. ამხანაგო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესო მთავარსარდალო საპატიო ქარაული თქვენი ჩამოსვლის პატივსაცემად ჩამწკრივებულია ქარაულის უფროსი ლეიტენანტი ჟომოვი გილოცავთ ამ დღესასწაულს და გეპატიჟებით სადღესასწაულოს უფრასთან. აი ტრადიცია არის ტრადიცია. გისურვებთ ამხანაგო უზენაესო მთავარსარდალო რუსეთის შეიარაღებული ძალების ფედერაციის ამხანაგო უზენაესო მთავარსარდალო გილოცავთ. მაგრამ ყველაზე სახალისო ის იყო, თუ როგორ აღნიშნავდნენ ვლადიმირ პუტინი და ყველა რუსი, რუსეთის ფედერაციის სამხედრო საზღვაო ფლოტის დღეს. სადღაც ეზოში, სადაც დიდ ბანერზე დახატული იყო გემი, არც ზღვაზე, არც ღია ზღვაში, არც რომელიმე კრეისერზე. არა, სადღაც პატარა ეზოში, სრულიად გაუგებარ ადგილას. თანაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს უზარმაზარი ბანერი სპეციალურად გააბეს იმისთვის, რომ ღმერთმა არქნას, რომელიმე დრონმა ან რომელიმე თვალმა ვერ შეამჩნიოს, რომ იქ მელოტი ჯუჯა მოიყვანეს. ასე რომ, ამ ეზოში პუტინმა მოითხოვა თიხო ოკეანის, ჩრდილოეთის, ბალტიისა და შავი ზღვის ფლოტების და კასპიის ფლოტილიის სარდლებისგან, რომ გადამწყვეტად ებრძოლონ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის გემების დაკავების მცდელობებს. საჭიროა ფრთხილად მოქმედება საერთაშორისო საზღვაო სამართლის ფარგლებში, მაგრამ გადამწყვეტად, რადგან სწორედ ასე უნდა ვებრძოლოთ მეკობრეობას და მეკობრეებს. აქ მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომელიც ხსნის პუტინის ამ განცხადებას. მანამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირმა სანქციების პაკეტის ფარგლებში წევრ ქვეყნებს მისცა უფლება ჩამოერთვათ და გაეყიდათ ნავთობი ჩრდილოვანი ფლოტის გემებიდან, რომლებიც არ ღვევენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ანუ პუტინის მოთხოვნა მეკობრეობასთან ბრძოლის შესახებ არის რეაქცია იმაზე, რომ დასავლეთმა დაიწყო ტანკერების გადაჭერა, რომლებითაც რუსეთი ნავთობზე დაწესებულ სანქციებს გვერდსულის. და რიტორიკული ხრიკი აქ გასაგებია. სანქციების დაცვაზე იძულების ქმედებას პუტინი მეკობრეობად აცხადებს. ხო, თავად სანქცირებული ჩრდილოვანი ფლოტი წარმოიდგინება როგორც კანონიერი რუსული გემები, რომლებიც უნდა დავიცვათ. ამასთან პუტინი თავადაც აღნიშნავს საერთაშორისო საზღვაო სამართლის ჩარჩოებს, რაც აჩვენებს, რომ მას ესმის ამ პოზიციის მოწყობილობა. მას ესმის, რომ რეალურად იმ მდგომარეობაშია, სადაც ასეთი განცხადებების გაკეთება არც ისე მიზანშეწონილია. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ჩანს, ამ მანიაკს ვლადიმირ პუტინს მხოლოდ სიკვდილი შეაჩერებს. ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სამხედრო კომისარიატებს აძლევს ცუდომას ყველა რუსის შესახებ ერთიან სახელმწიფო რეესტრთან, სადაც აღრიცხულია სამოქალაქო მდგომარეობის აქტების ჩანაწერები. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ და არმიის სამხედრო ნაწილების მეთაურებმა ფაქტობრივად მიიღეს ცუდომა ამ სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეესტრთან. იმისთვის, რომ როცა პუტინი მობილიზაციას გამოაცხადებს, რუსების პოვნა უფრო ადვილი იყოს. ფაქტობრივად ეს არის მობილიზაციისთვის ტექნიკური ინფრასტრუქტურის შექმნა. იმიტომ რომ როცა ზაქსის მონაცემებზე გაქვს ცუდომა, სამხედრო კომისარიატები იღებენ სრულ და განახლებულ სურათს ყველა მოქალაქეზე. ვინ სად ცხოვრობს, ვინ რა ასაკშია, რა ოჯახური მდგომარეობა აქვს, რამდენი შვილი ჰყავს და ასე შემდეგ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს ადამიანების ძებნასა და მობილიზაციას. და სწორედ აქ ჩნდება თვალსაჩინო წინააღმდეგობა თავად რუსეთის ხელისუფლების შინით.
უბრალოდ ეს წინააღმდეგობა არ არის, არამედ ცდელობაა დაამშვიდონ რუსები. სანამ პუტინი მობილიზაციისთვის ინფრასტრუქტურას ათქობს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა ერთ კვირაში უკვე მეორედ მოუწოდებს. არავითარ შემთხვევაში არ დაიჯერონ ეს ხვევები მობილიზაციის შესახებ. სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტოპოლოვმა განაცხადა, რომ ახალი მობილიზაციის ტალღის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს. ხოლო ყველა ხმას მან ზელენსკი დაუკავშირა, თანაც ასეთ შეურაცხყოფელ ფორმაში. შემდეგ მისი ციტატაა: "ვესმოდა, რომ ზელენსკიმ ამ საკითხზე რაღაც თქვა, მაგრამ ამას მხოლოდ იმასთან შემიძლია დავაკავშირო, რომ ალბათ შაბათ-კვირას დოზა გადააჭარბა." ეს კარტოპოლოვის ციტატა მხოლოდ იმისთვის მოვიყვანე, რომ გაიგოთ, რა დომის ნაძილები არიან რუსეთის ხელისუფლებაშიც კი. აი თითქოს ეს დეპუტატია, ეს ხელისუფლებაა, ეს რაღაც ელიტა, ქვეყნის პოლიტიკური ელიტა. და აი ქვეყნის ეს პოლიტიკური ელიტა ის მართლა ფიქრობს, რომ გონება מחვილურია სხვა ქვეყნის ლიდერზე ასე საუბარი, თუნდაც ძულდეს ის, რომ ის ნარკომანია, დოზა გადააჭარბა და ასე შემდეგ. ხოლო მანამდე 24 ივლისს სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის სხვა წევრმა ანდრეი კოლესნიკმა ასევე ამტკიცებდა, რომ მასობრივი იძულებითი გაწვევა არავითარ შემთხვევაში არ იქნება. სასაცილო არა? მოდით ასე ვთქვათ, თუ მართლა არაფერს გეგმოთ, რატომ ცდილობთ ასე ძალიან დაარწმუნოთ ყველა, რომ ეს უბრალოდ ჭორებია? აი კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. სანქტ-პეტერბურგში ძალოვანებს დაავალეს რეიდების ჩატარება სავაჭრო ცენტრებში, რათა ეძებონ, ციტატა, რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდობა. ამ ახალგაზრდობის გამოვლენას გეგმავენ ტანსაცმლისა და აქსესუარების მიხებით. ციტატა, რაც არაფორმალურ ასოციალურ ჯგუფებთანაა დაკავშირებული. ომის მნიშვნელობის გაძლიერებისა და მობილიზაციის ბაზის მომზადების შესახებ საუბრის ფონზე. ეს იგივე პროცესის ერთ-ერთ ელემენტად გამოიყურება. ან პოტენციურად უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილის კონტროლი პირველ რიგში ახალგაზრდობაზე. ეს შეესაბამება ომის კვლევის ინსტიტუტის უფრო ადრინდელ მონაცემებს იმის შესახებ, რომ კრემლი ემზადება მათ შორის შესაძლო სამოქალაქო არეულობებისთვის მობილიზაციის გამოცხადების ფონზე. შედეგი. ვლადიმირ პუტინის განცხადებები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს ქმნის ერთიან და შიდა წინააღმდეგობრივ სურათს. ერთი მხრივ, მოთხოვნა, როგორც მან განაცხადა, რუსეთის საზოგადოების ცნობიერებაში ომის მნიშვნელობის გაჟღენთვის შესახებ საკუთარი პასუხისგებლობის უარყოფა ამ ომის დაწყებაში, გამარჯვების დაპირება და მოწოდება გადამწყვეტად დაიცვან ნავთობის ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტი. მეორე მხრივ, ამ რიტორიკის უკან დგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამზადებს სამხედრო კომისარიატებისთვის სამოქალაქო რეესტრისთვის მონაცემებზე წვდომის გაფართოებას. კანონი მსჯავრდებულების ფრონტზე გაგზავნის შესახებ. რეიდების გამოცხადება ახალგაზრდებზე სავაჭრო ცენტრებში და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე მთავარი წინააღმდეგობა ისაა, რომ ხელისუფლება საჯაროდ უარყოფს მობილიზაციას. სახელმწიფო დუმის დეპუტატების პირით და ამავდროულად მეთოდურად აწყობს ინფრასტრუქტურას სწორედ ამ მობილიზაციის განსახორციელებლად. ხოლო ვლადიმირ პუტინის მოთხოვნა, რომ ხალხის ცნობიერება ომის მნიშვნელობით იყოს გაჟღენთილი, იმ ფონზე როცა მონაცემებით რუსების 64%-ს მოლაპარაკებების სურს, ეს არის აღიარება იმისა, რომ საზოგადოება ომით უკვე დაღლილია. ხოლო პუტინი ომის გაძლიერებას ითხოვს პირველ რიგში იმიტომ, რომ ენთუზიაზმი მის მიმართ როგორც ფრონტზე, ისე ზურგშიც იწურება. უკვე აშკარაა, რომ მოხალისეები თუნდაც უზარმაზარი თანხის საანცვლოდ, კონტრაქტით სიკვდილზე წასასვლელად არც ისე ბევრია. ამიტომ უკრაინის შორმანძილზე დათმობი უნდა გაგრძელდეს. აქ მრავალწევდილს დავშამ. თქვენი აზრები და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამას შეძლებთ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.